მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის მიკროფონი ჩართულია, ხოლო მე და ვიკა მისი წამყვანები ვართ. საღამო მშვიდობისა. ახლა ზუსტად 21 საათი და 15 წუთია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გადაცემა დაიწყო. ახლა კი თავდაპირველად წარმოგიდგენთ იმ რუბრიკებს, რომლებიც თქვენ გელოდებათ წინ. ვიზიტი, დიალოგი, ცელქები, ცნობილები, ისტორიული ძეგლები, მათი ჩამოთვლა მართლაც არ დამეზარება. მე აქვე შემიძლია გავაგრძელო ეს ჩამონათვარი. გემრიელი მიკროფონი ჩართულიასა და სამუსიკო სკოლების გაერთიანების ერთობლივი პროექტი და კიდევ სხვა მრავალი საინტერესო რუბრიკები გელოდებათ წინ. თანაც მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეული ამ რუბრიკის უკან ჩვენი და ჩვენი პატარა ჟურნალისტების დიდი შრომა დგას. ახლა კი დავიწყოთ ვიზიტით. თავდაპირველად მარიამი ჩვენ გაგვაცნობს მიკროფონი ჩართულია სტუმარს. საინტერესოა მარის ვინ ეყოლება დღეს ეთერში, ასე რომ მოდი ვნახოთ ვიზიტი. ეს არის ვიზიტი. მე მარიამი ვარ, გამარჯობა. დღეს ჩემი ვიზიტი შედგება ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელთან პაატა გურგენიძესთან. გამარჯობა. გამარჯობა მარია, მოგესალმებით. გმადლობთ, რომ ჩემთან ერთად. სასიამოვნოა, რომ მომიწვიეთ, მადლობთ. პირველ რიგში გითხარით, როგორ გრძნობ თავს სტუდიაში, ხომ არ ყელავთ? არა, თავისუფლად. მიჩვეული ვარ ესეთი ასე რომ გითხეთ რაც გინდა და გულწრფელად გიპასუხებთ ყველაფერს. მოდით დავიწყოთ თქვენი ბავშვობიდან. როგორი ბავშვი იყავით და ბავშვობიდან გიტაცებდათ ცეკვა? კი. ცოტა ჩვენი ბავშვობა ცოტა სხვა წყობით იყო განპირობებული, მაშინ სხვანაირი წყობა იყო. ამიტომ ცოტა უფრო ხალისიანად და უფრო თავისუფლად გძნობდით მაშინ თავს. ცეკვა 6 წლისამ დავიწყე და 6 წლიდან მოყოლებული დღემდე ვემსახურები ამ მეტად სასიკეთო საქმეს. ბავშვობიდან ოცნებობდით, რომ თქვენ ცნობილი მოცეკვავე გამხდარიყავით? თლათ მასე არ იყო, ცეკვავდი, მაგრამ ოცნებობდი, რომ არქეოლოგი გამოსულიყავი. მაგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ უკვე მივეჩვიე, გამიტაცა და გავყევი უკვე და ჩემი ოცნება და მთელი ცხოვრება გახდა ქართული ცეკვა. ცეკვა ეს არის ხელოვნება და ხელოვნების ეს დარგი რამდენად რთულია? ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს სამეცნიერო სტატუსამდეა აყვანილი ქართული ქორეოგრაფია, იმიტომ რომ ამდენად რთულია. აქ ფიზიკური მოძრაობაც არის, სპორტიც არის, გონებაც არის ჩართული და ტრადიციებიც. ამიტომ ამ ყველაფრის ერთად მობილიზება და ათვისება ცოტათი რთულია. ამიტომ მთელი სამინისტრო და ჩვენი ქორეოგრაფიის კავშირი ამ კუთხით ძალიან ბევრს მუშაობენ, რომ არ დაირღვას ქართული ქორეოგრაფიის, ქართული ხალხური შემოქმედების სპეციფიკა. მოდით მოგვიყვებით თქვენი ოჯახის შესახებ. ჩემი ოჯახი საკმაოდ დიდი ოჯახი მაქვს. ეს საქმე თავიდან დავიწყებ დედათი და მამათი, საფუძველი ჩაუყარა ქართულ ქორეოგრაფიას გურჯაანის რაიონში, გახსნეს პირველად ქორეოგრაფიული სტუდია, ეხლა უკვე ქორეოგრაფიულ სასწავლებლად წოდებული და დღემდე ჩემს გვერდზე აგრძელებენ ნაყოფიერ მუშაობას. შემდეგ მყავს მეუღლე, 2 შვილი და 1 შვილიშვილი პატარა ლილეკო. თქვენ გაქვთ ოჯახური ტრადიცია ცეკვასთან დაკავშირებით და ამ ხნის განმავლობაში რამე ხომ არ შეცვლილა? არა, არაფერი, აბსოლუტურად მთელი ოჯახი ვემსახურებით ამ საქმეს და თვითონ აი წეგა რო ვახცენეთ ჩემი შვილიშვილი პატარა ლილეკოც შესანიშნავი მოცეკვავე იზრდება და ვიცი რომ გაყვება ამ საქმეს. როგორც ანსამბლის ხელმძღვანელი ხარ თუ არა მკაცრი და სიმკაცრე საჭიროა? სიმკაცრე საჭიროა, მაგრამ ჯობია ეს შეკითხვა შემოსწავლეებისთვის რომ დაგესვათ რა, იმიტომ რომ იმდენად მეგობრული ურთიერთობა, აი შენისთან ლამაზი ბავშვები ყავს სასწავლებელში და საკმაოდ. ამიტომ ისეთი მეგობრული და ისეთი კარგი ატმოსფეროა ჩვენთან, როგორც ერთ ოჯახში, აი როგორც შენ საკუთარ ოჯახში, ისე გძნობ თავს ჩვენთან. თქვენს ანსამბლში ყველა ასაკის ბავშვს შეუძლია მოვიდეს თუ ასაკი შეზღუდულია? ჩვენთან როგორ არის ახლა სტუდია სასწავლებელი 6 წლიდან იწყება, შემდეგ 4 წლის მერე ამთავრებს, მერე გადადის ბავშვთა ანსამბლში, შემდეგ გადადის ახალგაზრდულ ანსამბლში და მერე უკვე პროფესიონალი ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი გურჯაანში. ასე რომ ეტაპები უნდა გაიაროს. 3 ანსამბლი მუშაობს ჩვენთან. ყველა წმინდა 2 და ქართული ეროვნული ცეკვის ანსამბლი გურჯაანი, იქ უკვე 18 წელს ზევით ახალგაზრდები ცეკვავენ. ცეკვებში რაზე აკეთებთ აქცენტს? ქართული ხალხური ფოლკლორი, მხოლოდ და მხოლოდ. იღებთ თუ არა მონაწილეობას კონკურსებში და რა მიღწევები გაქვთ? ძალიან ხშირად. დავიწყოთ ჯერ საქართველოს ალბათ ყველა სერიოზულ კონკურსში მონაწილეობა განსავს მიღებული და აქვს ბევრი გრან-პრი და ბევრი ოქროს მედლები. თუ დრო გექნება, შეგიძლია ჩამოგზადეთ ჩემთან სასწავლებელში და გამოფენა მაქვს იქ და შეგიძლია თქვენი თვალით ნახოთ ის მედლების და ის. მაგრამ აღსანიშნავია ახლა ქართული ეროვნული ცეკვის ანსამბლი, რომელსაც 28 გრან-პრი აქვს აღებული, 28 გრან-პრი.
გახდა თუ არა უფრო თანამედროვე თქვენი ცეკვები? თანამედროვეს ახლა როგორ დავარქოთ, თუ განვითარდა ტექნიკა, განვითარდა სპორტული მონაცემები ბავშვებში და უფრო შთამბეჭდავი საყურებელი გახდა მაყურებლისთვის. აი ესა თუ თანამედროვე ჩოხა და ქართული კაბა არ ირღვევა ჩვენთან არასოდეს. თქვენ გაქვთ გასტროლები ბოლოს, რომელ ქვეყანაში ჩაატარეთ კონცერტი და რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი? ალბათ ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყოს, ალბათ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, იაპონიის გარდა. იმიტომ იაპონიაში არ ვართ ნამყოფი, არ ვიცი რატო რაღაც მოწვევები არ იყო. ბოლოს ჩამოვედით, ახლა ერთი კვირა რა ჩამოვედით. ახალგაზრდები ყავდა რუმინეთში და ბულგარეთში ფოლკლორის ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად. მოდით მოგვიყევით თქვენი მომავალი გეგმების შესახებ. ჩვენი მომავალი გეგმები ძალიან ფართოდ შემოიფარგლება, მაგრამ შევეცდები რომ ძალიან მოკლედ მოგიყვეთ. ანუ ჯერ ვიწყებთ ხოლმე ყველაზე საპასუხისმგებლო ჩვენთვის რა არის? ჩვენთვის არის საქართველოში კონცერტების გამართვა. ყველაზე საპასუხისმგებლო, იმიტომ და მით უმეტეს გურჯაანის რაიონში. ჩვენ გვაქვს ტრადიციულად ოქტომბრის შუა რიცხვებში სკოლის მოსწავლეებისთვის, აი სკოლა რო დაიწყება და მშობლებისთვის და მასწავლებლის უფასო კონცერტი მთლიანად, ანუ მარტო ჩვენი შემოქმედებით. პირველი ეს გვაქვს ჩასატარებელი, შემდეგ დეკემბრის 25-ში ტარდება საქართველოს მასშტაბით ფესტივალ კონკურსი, იქ მიიღებს უკვე ყველა წმინდა საბავშვო ანსამბლი მონაწილეობა, შემდეგ უკვე მარტში გვაქვს დაგეგმილი კონცერტი და ჯერჯერობით აქ საქართველოში ამითი ვიფარგლებით. რაც შეეხება საზღვარგარეთ, ჩვენ გვაქვს მოწვევა, ანუ ეხლა ერთი კვირის შემდეგ, უფრო სწორად 10 აგვისტოს ანსამბლი მიემგზავრება უნგრეთში კონკურსზე მონაწილეობის, სხვათა შორის აღსანიშნავი კონკურსია და იმედია რომ 29 გრან-პრის ჩამოვიტანთ. ეხლა მიემგზავრება, ანუ სამომავლოდ ჩვენ გვაქვს მოწვევა საფრანგეთი, იტალიაში, სადაც გაემგზავრება ანსამბლი ყველა წმინდა, ხოლო ჩვენი ქართული ეროვნული ცეკვის ანსამბლი უკვე ემზადება, უკვე მოსულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ორთვიან ტურნეზე მიემგზავრება ჩვენი ანსამბლი. წარმატებებს გისურვებთ. გაიხარეთ და მადლობთ რომ იყავით ჩემთან ერთად. მადლობ და თქვენისთანა ლამაზი ბავშვები გვიმრავლოს ღმერთმა. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩემი ვიზიტი შედგა ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელთან პაატა გურგენიძესთან. მაყურებელს კი 2 კვირით დავემშვიდობები. ნახვამდის. თქვენ ყველას მიკროფონი ჩართულიას. მე კი მისი წამყვანი ცოტნე ვარ. ასევე ჩემთან ერთად არის ვიკა. ახლა კი მე მიკროფონს გადავცემ ცოტნეს, რომელიც გაგვაცნობს საინტერესო ძეგლებს. ისტორიული ძეგლები ეთერში. მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის რუბრიკა ისტორიული ძეგლები, ხოლო მე ამ რუბრიკის წამყვანი ცოტნე ვარ. როგორც მე დაგკვირდით, დღეს მე ვისაუბრებ აბიბოს ნეკრესელის შესახებ. აბიბოს ნეკრესელი ერთადერთია 13 ასურელი მამათაგან, რომელსაც მოწამეობრივი აღსასრული ხვდა წილად. აბიბოს ნეკრესელი, ოდესაც საქართველოში მოღვაწეობდა, სპარსებმა ცეცხლაყვანის მცემლობა გაავრცელეს. წმინდა მამა საღვთო შორით აღიუსო. წავიდა სპარსებთან და ჩააქრა მათი ცეცხალი. სპარსები საშინლად გაცხარდნენ და სცემეს წმინდა მამა. აქვე მინდა გითხრათ, რომ აბიბოს ნეკრესელმა და მისმა 12 სულიერმა ძმამ სვიმეონ მესვეტის ლავრაში მიიღეს სამღვდელო განათლება. ახლა კი მოვიდაუბრუნეთ აბიბოს ნეკრესელის ბიოგრაფიას. როდესაც აბიბოს ნეკრესელი საშინლად სცემეს, იგი ჩააგდეს დილეგში. არ აჭმევდნენ და არც ასმევდნენ. ხოლო შემდეგ სპარსების უფროსმა მირზაპანმა მოითხოვა მისი თავისთან მიყვანა. აბიბოს ნეკრესელი სანამ მირზაპანთან მივიდოდა, იქამდე მოითხოვა, რომ წაიყვანათ თავის სულიერ ძმასთან, შიოსთან, რომელიც მღვიმეში იყო დაყუდებული. შიო მღვიმელმა იგი მოიხსენია ლოცვაში. აბიბოს ნეკრესელი სულიერად გაძლიერდა. თანაც მას სვიმეონ მესვეტემ გამოუგზავნა თავისი კვერთხი, წერილი და ერთი სიწმინდე. აბიბოს ნეკრესელი კიდევ უფრო მეტად აღიუსო სულიერი სიძლიერით და რაც მთავარია, აღარ შეშინებია მომავალი ტანჯვისა. აბიბოს ნეკრესელი აწამეს და ბოლოს ქვით განტვინეს. ნეტარი მამა მხეცების საგლეჯად დააგდეს ქალაქგარეთ, მაგრამ მოხდა სასწაული და არც ერთი მხეცით უფრინველი არ გაჰკარებია წმინდა მამის სხეულს. როდესაც მირზაპანის მცველები გაშორდნენ იქაურობას, იქვე მცხოვრებმა ბერებმა იგი დაკრძალეს სამთავრის მონასტერში. ხოლო შემდეგ
გადაასვენეს სამთავროს მონასტერში. დღეისათვის სულ ეს იყო. ჩვენ 2 კვირის შემდეგ კვლავ შევხვდებით ახალი თემით. ეს თემა იქნება შუამთის შესახებ. ნახვამდის მეგობრებო, 2 კვირა გაივლის მალე. განვაგრძობთ გამოშვებას. ეს არის მიკროფონი ჩართულია. ახლა კი ფერადი ამბების დროა, რომელსაც ჟანა და ნინო უძღვება. ასევე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ფერად ამბებს დაასრულებს სპორტის სიახლეები ლუკასთან ერთად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ლუკას დებიუტია, ასე რომ იმას წარმატებებს უსურვებ. ლუკას წარმატებებს უსურვებ დიდი გულით და მინდა რომ იგი ყოველთვის გზახსნილი იყოს. მოდი ფერადი ამბები ეთერში. საღამომშვიდობის ეთერშია ფერადი ამბები ნინო და ჟანასთან ერთად. მოგესალმებით. თბილისის ზოოპარკში შლის ნუკრი დაიბადა. ირმის ნუკრი ხალებიანი და ძალიან მორცხვია. ის ძალიან ლამაზია და კოპწიაა. მთელი დღე დედას დაჰყვება ფეხ, რომ დაიღლება იქვე დაწვება და აბრიალებს წყლიან თვალებს. მეცნიერება ეგვიპტის პირამიდებში დროის მანქანა აღმოაჩინეს. მეცნიერება ასევე აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ პირამიდაში უცნაური ლაბირინთი არსებობს. მისი ფუნქციაა დროში მოგზაურობა. საუბარია ხვრელზე პარალელურ სამყაროთა შორის. მეცნიერები ამ ხვრელის კვლევას აპირებენ და გაარკვევენ, თუ რამდენად ღრმა საიდუმლო ოთახებია. მე ისევ შლის ნუკრის ამბავს დაუბრუნდები. ამერიკაში შლის ნუკრი მოევლინა სამყაროს. დამნახველები მკაცრი სილამაზით გააოცა. პატარა ირმის სიმაღლე მხოლოდ 40 სანტიმეტრია. პატარა ირემი ძალიან გონიერია და ყველას მიმართ ყურადღებას იჩენს, ასე რომ ბუნება სავსეა მოლოდინებით და სასწაულებით. მე ისევ განვაგრძობ ზოოპარკის თემას. თბილისის ზოოპარკმა 45 ახალი ცხოველი მიიღო საჩუქრად. ალბათ გახსოვთ 13 ივნისის სტიქია, სადაც უამრავი რამ დაზიანდა და განადგურდა. მათ შორის ზოოპარკიც. ზოოპარკის ტერიტორიაზე აღდგა დათვის, ნიანგის, მგლის, მატორქის და ზებრების ვოლიერები. შეგახსენებთ, რომ აქ სტიქიის შედეგად 291 ცხოველი დაიღუპა. სწორედ ამ სტიქიის შედეგად ზოოპარკის გადატანას აპირებენ სხვა ადგილას. მას ჩაუტარებენ რეაბილიტაციას, ააშენებენ ახალ ვოლიერებს და ზოოპარკი თანდათან დაიბონებს პირვანდელ სახეს. ინდოეთში გიგანტური ბავშვი დაიბადა. 19 წლის ქალმა გოგო გააჩინა. ბავშვის წონა 6 კილო და 800 გრამია. ექიმები ამბობენ, რომ ბავშვის წონა რეკორდულია და ის ყველაზე მძიმე ახალშობილია, ასე რომ გოგონას სახელი რეკორდების წიგნში შევა. სტატისტიკის მიხედვით ყოველ წელს ვიგენის თავდასხმისგან იღუპება 10 ადამიანი. ლომის და ნიანგის თავდასხმისგან 100 ადამიანის სიცოცხლე ეწირება. რამდენი ადამიანი იღუპება ლოკოგენისგან? პასუხი მართლაც რომ შოკის მომგვრელია. 10,000. საქმე იმაშია, რომ ეს პატარა ერთი შეხედვით უწყინარი არცება გადამტანია ესეთი დაავადებებისა, რომელიც აშიშია ჩვენი ჯანმრთელობისათვის. აი ასეთი იყო ახალი ამბები დღეს. ჩვენ 2 კვირით გემშვიდობებით. გმადლობთ, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ნახვამდის. ეს არის სპორტის ახალი ამბები. მე ლუკა ვარ. გამარჯობა გურჯანელმა სპორტსმენმა ლევან დორენჯაშვილმა 1 ოქთარძოლა მოიგო. 27 წლის ბულგარელი იომად დაამარცხა. ლევან დორენჯაშვილი ცხოვრობს ვენაში და ვარჯიშობს. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრა თბილისის დინამომ სომხეთს 2-0 მოუგო. ოთარ კაკაბაძე ესპანეთში ითამაშებს. 21 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი უკვე გააფორმა. ეს იყო სპორტის ახალი ამბები. მე 2 კვირით გემშვიდობებით. ჟანას ჩვენ არ ვემშვიდობებით. ახლა სამედიცინო რჩევების დროა. და საინტერესო რჩევები აქვს მას, ასე რომ მოусმინოთ. სამედიცინო რუბრიკა ეთერში. მოგესალმებით, ეს არის სამედიცინო რუბრიკა. მე კი თქვენი პატარა ექიმი ჟანა ვარ. დღეს მე ვისაუბრებ ფილტვების ანთების, ანუ პნევმონიის შესახებ. პნევმონია უმეტესად იწვევს
ხანგრძლივად მიმდინარე ვირუსი, ინფექციები და ბაქტერიები. ამ დაავადებას ხელს უწყობს გაციება, დაქვეითებული იმუნიტეტი ორგანიზმს ამარცხებს. პნევმონიის ნიშნებია ხველა, აჩქარებული სუნთქვა. შესაძლებელია პნევმონია მიმდინარეობდეს სიმპტომების გარეშე. პნევმონიის დიაგნოზი ხდება ლაბორატორიით და რენტგენით. მასზე მკურნალობა ხდება მედიკამენტებით. პნევმონია ძალიან გავრცელებული ავადმყოფობაა. პირველივე ნიშნებით უნდა მიხვიდეთ ექიმთან. თან დააკვირდით გამოვლენებს. მშობლებო, დააკვირდით ბავშვის გუნებას, განწყობილებას, მადას. პნევმონიის არსებობის შემთხვევაში მკურნალობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ასე რომ მე 2 კვირით გემშვიდობებით. ნახვამდის. თქვენ უყურებთ მიკროფონი ჩართულიას. ახლა ეთერში ცელქების დროა, რომლებიც ძალიან გაგვახალისებენ. ვიკა, მე როგორც ვის ცელქებს თემა დაგვთ საყვარელი მასწავლებელი. შენი საყვარელი მასწავლებელი რომელია? ჩემი საყვარელი მასწავლებელი ინგლისურის მასწავლებელი ცოტნე და მე მაინტერესებს შენ გყავს თუ არა საყვარელი მასწავლებელი და ზოგადად როგორი უნდა იყოს საყვარელი მასწავლებელი, რას უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის რომ ბავშვმა იგი შეიყვაროს. მე მყავს 4 საყვარელი მასწავლებელი. პირველი დედა ჩემი, მეორე არის ჩვენი დამრიგებელი, უბრალოდ იყო ჩვენი დამრიგებელი, ინგა მასწავლებელი, მესამე არის ჩემი ინგლისურის პედაგოგი და მეოთხე მიკროფონი ჩართულიას მასწავლებელი, ნონა მასწავლებელი. ახლა კი მოდი ცელქების აზრი მოვისმინოთ ამაზე. ეს არის ცელქები. გამარჯობა, მე მარი ვარ. ჩემთან ერთად კი ანია. როგორ ხარ ანი? კარგად, მარი, შენ როგორ ხარ? მეც კარგად. მოდი დღეს ჩვენი მასწავლებლების შესახებ ვისაუბროთ. ანი, ვინ არის შენი საყვარელი მასწავლებელი? რა ვიცი, მარი, ჩემთვის ყველა მასწავლებელი ძალიან საყვარელია, მაგრამ გამოვარჩევ ნატო ჯავახიშვილს. პირველ რიგში მასთან მივედით სკოლაში. მან შეგვაყვარა დედაენა, გვასწავლა წერა, კითხვა და ასე შემდეგ. მარი, მითხარი, რომელია შენი საყვარელი მასწავლებელი? ჩემი საყვარელი მასწავლებელი პირველ რიგში არის ჩემი დედიკო. ის ინგლისურში მამეცადინებს ხოლმე და სხვა საგნებშიც მეხმარება. ძალიან მიყვარს ჩემი დამრიგებელი ინგა მასწავლებელი. ასევე ძალიან მიყვარს ჩვენი ნონა მასწავლებელი. ბავშვებს როგორი მასწავლებლები არ მოსწონთ? ბავშვებს ისეთი მასწავლებელი არ მოსწონთ, ალბათ მარი, რომლებიც არიან კაცრები, მეთანხმები მარი. ბავშვებს ჩემი აზრით არ მოსწონთ მკვირა და მკაცრი მასწავლებლები. შენი აზრით როგორია იდეალური მასწავლებელი? მარი, ჩემი აზრით იდეალური მასწავლებელი ისეთია, რომ არის მოწესრიგებული. ბავშვებს ისეთ ენაზე უხსნით, რომ გაკვეთილს რომ ბავშვები იგებენ. შენ რა სიტყვი, მარი? გეთანხმებიანი. როგორი ბავშვები არ მოსწონთ მასწავლებლებს? მასწავლებლებს ისეთი ბავშვები არ მოსწონთ, რომლებიც არ არიან მოწესრიგებულები. არაბარებენ კარგად გაკვეთილს და ასე შემდეგ. შენ რა სიტყვი, მარი? მასწავლებელს ყველა ბავშვი ძალიან უყვარს. ისინიც კი რომლებიც არ სწავლობენ, როგორ ჭიან ისინი. უჩს და ზარმაც ბავშვებს. ისინი გააჩნია მარი მასწავლებელს, ზოგი ისე სჭირს, ზოგი ისე. შენი აზრით როგორ სჭიან ისინი ბავშვებს? ბავშვი როდესაც არ სწავლობს და ზარმაცობს მასწავლებლებს ეს ძალიან სყიდ. ისინი ხომ ბევრს რომობენ, რომ ჩვენ კარგი განათლება მივიღოთ და კარგად ვისწავლოთ. დაშის მეთოდი კი ის არის ბიბლიოთეკიდან წიგნის გამოტანა და კითხვა. დამატებითი დავალებების მიცემა. შეიძლება მასწავლებელმა არ ჩართოს სახალისო
აქტიობებში. კუთხეში დაუყენები ხარ მასწავლებელსანი. არა, მარი, კუთხეში არ დავუყენები ვარ, მაგრამ თმები მოუქაჩავს და ყური აღწევია. შენ ხომ არ დავუყენები ხარ მასწავლებელს კუთხეში? არა, ანი, მე ჯერ არ მიმიღია, რადგან ძალიან კარგად სწავლობ. რასაც მასწავლებელი მეტყვის, ყველაფერს ვაკეთებ. მასწავლებლის შესახებ რაიმე ხომ არ წაგიკითხავს ან გინახია? კი, მარი წამიკითხავს, გამიგონია და მინახია კიდეც, მაგრამ ახლა არ მახსენდება. შენ ხომ არ იცი რაიმე? მე იოსებ ნონაშვილის ლექსი და რამდენიმე ხალს გეტყვის. მასწავლებელი ღამე უზირო ნორჩებზე ფიქრით დაუშრობელი. მასწავლებელი ზოგჯერ უშილო, მაგრამ 1000 ბავშვის მშობელი. მასწავლებლებო, ძალიან გვიყვარ ხართ. ცელქები კი 2 კვირით გემშვიდობებათ. ნახვამდის. განვაგრძობთ გამოშვებას. ახლა ეთერში გემრიელის დროა. გემრიელს კი ანა უძღვება, ასე რომ გურმანებო ყურადღებით იყავით. მოემზადეთ გურმანებო, გემრიელი ეთერში. მოგესალმებით. ეს არის ყველაზე გემრიელი რუბრიკა ანისთან ერთად. პატარა კულინარებო, იმედია მოგწონთ ჩემი რეცეპტები და დედიკოებთან ერთად ხშირად ამზადებთ ხოლმე. მე დღეს გასწავლით სახლში პეჩენის მომზადებას. ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება 4 კვერცხი 400 გრამი შაქარი, 2 სუფრის კოვზი თაფლი, 1 მარგარინი, ქვირდა, რასაც შეიზენს. ახლა კი დავიწყოთ მომზადება. ეს ყველაფერი მოვზიროთ, მერე დავამტყეროთ და დავჭრათ. მერე კიდე შევდგათ ღუმელში და გადმოვიტანოთ და არაჟანთან არმაწონთან ერთად მივირთვათ. იმედია მოგწონთ ჩემი რეცეპტები. ახლა კი მე 2 კვირით გამშვიდობებით, ნახვამდის. განვაგრძობთ გამოშვებას. თქვენთან ერთად ვართ მე და ვიკა. ახლა ეთერში ცნობილების დროა. მოდი გავიგოთ თუ რომელ სელებრიტს გაგვაცნობს მარი. ეს არის ცნობილები. გამარჯობა, მე მარი ვარ. დღეს მე კიდევ ერთ მსახიობს გაგაცნობთ. მისი სახელია მერლინ მონრო. მისი ეკრანზე გამოჩენა საოცარ მოვლენად იქცა. მსახიობი ამბობდა, რომ სილამაზეს და ქალურობას არ აქვს ასაკი. ეს ხშირად იყენებდა წითელ პომადას და შავ ლაინერს. ქალებს 2 იარაღი გვაქვს, ტუჩი წამწამებისა და სრემბლებისათვის, მაგრამ ისინი ერთდროულად არ შეგვიძლია გამოიყენოთ, ხუმრობდა მსახიობი. იგი არასოდეს არ იღებდა რუს. მას ქარაფშვი და ქერა გოგონებთან ერთად უყვარდა ყოფნა. სილამაზის შენარჩუნებაზე კი ხუმრობდა. ზოგჯერ ფიქრობ, რომ უფრო ადვილი იქნებოდა სიბერისგან თავის დაღწევა, ახალგაზრდა რომ მომკვდარიყავი. მაშინ ჩემი ცხოვრება დაუმთავრებელი დარჩებოდაო. მან უამრავი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა. ცნობილები კი 2 კვირით გემშვიდობებათ, ნახვამდის. დაგიბრუნეთ ეთერში. ახლა ეთერში მუსიკალური ნაწილის დროა. სამუსიკო სკოლების და მიკროფონით ჩართული ეს ერთობლივი პროექტი, რომელსაც ვიკა უძღვება. ეს არის სამუსიკო სკოლებისა და მიკროფონით ჩართულიას ერთობლივი პროექტი. მე ვიკა ვარ და კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დღეს ჩემი სტუმარი არის სამუსიკო სკოლების დირექტორი ქალბატონი რუსუდან ჩიტაური. მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ კვლავ ჩემთან ერთად ხართ. დიდი მადლობა, რომ ისევ კვლავ ერთად ვართ ჩვენ, რომ ასე თანამშრომლობას ვაგრძელებთ და მივესალმები ყოველთვის ასეთ შეხვედრას.
მე მაინტერესებს როგორი იყო მიმდინარე სასწავლო წელი, როგორ შეაფასებთ? მიმდინარე სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი იყო, შეგვიძლია ვთქვათ. გასულ წლებთან შედარებით კიდევ ერთი წინსვლა და წარმატებები გვაქვს მიღწეული. ეს მიღწევები თითქმის ყველა სფეროს შეეხება. ალბათ ამის შესახებ ალბათ გვექნება ცალკე საუბარი, ხო? უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად წარმატებული წელი იყო, როგორც მთლიანად გაერთიანებაში, ასევე ცალკეული სკოლების მხრივაც და ცალკეულ სკოლებში. რა იყო ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო? ცით რა არის დიდი მიღწევა, როგორც ასეთი ჩვენ არ გამოვყოფთ ესეთ ყველაზე მნიშვნელოვანი. კი, დიდი მიღწევა არის უკვე ის, რომ თუნდაც ჩვენი მოსწავლე ახალგაზრდები უკვე გამოჩნდნენ ასპარეზზე, გამოჩნდნენ ხელოვანთა ასე ვთქვათ მიერ ჩატარებულ კონკურსებში, ფესტივალებში და ეს უკვე მიღწევა არის, ასე ჩავთვლი მე და ნამდვილად საციხარულოა, რომ არ გამოგვიტოვია არც ერთი ისეთი ღონისძიება, რომელშიც ჩვენ მონაწილეობა არ მიგვეღოს და ეს გვიხარია კიდევაც. გააკეთეთ ის, რაც დაგეგმილი ქონდათ და ხომ არ არის ის, რაც გული გწყდებათ? იცით რა არის? ჩვენ ადრეც გქონდა საუბარი ამის შესახებ, რომ როგორ ვასრულებთ ამ ჩვენს, ასე ვთქვათ, გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს. მაგრამ შემიძლია ვთქვა თავისუფლად, რომ კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ხელოვნებაში და შემოქმედებითად მზარდ სფეროში, ხომ, ცოტა გეგმიური მიდგომა, ცოტა ის არის შორს ავარ ჩვენ ამ გეგმისაგან, მიუხედავად იმისა, რომ მაინც გვაქვს რაღაცა პატარა ისეთი გეგმა, მაგრამ ამის ხორცშესხმა, ასე ვთქვათ, ხდება მთელი წლის განმავლობაში. შეიძლება შეიცვალოს დაგეგმილი, ისა რა ქვია, ღონისძიება, დაგეგმილი საკითხები გადავიდეს მომავალი წლისათვის შეიძლება და ის ჩაანაცვლოს რაღაც ახალმა, უფრო აქტუალურმა თემამ და აი ესეთი ის არის. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად შევასრულეთ, ნამდვილად ჩატარდა ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც ეხება, იცით, აი საიუბილეო წლებს, კომპოზიტორების, რაიმე ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებების გამოხმაურება, რომ ჩვენ არ ჩამოვრჩით არც ერთ მუსიკალურ სამყაროში ცნობილ თარიღებს და ეს შეგვიძლია უკვე აღვნიშნოთ ერთ-ერთ წარმატებადაც. რომელი განყოფილება გამოირჩევა ყველაზე მეტად? ანუ რომელზე უფრო არის ფრონტი მოთხოვნა რომ შეისწავლოს. დიახ, იცით რა არის? გეტყვით ახლა განყოფილებები წელს თითქმის ყველა განყოფილება უკვე დავაკონკრეტებ, ეს არის საფორტეპიანო განყოფილება, ჩვენთან სიმებიანი განყოფილება, ხო? ფოლკლორის განყოფილება და საგუნდო განყოფილება. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა სფეროში ჩვენ მიღწევა გვაქვს. ყველაზე მეტი მიღწევა საგუნდო სფეროში და საფორტეპიანო განყოფილებაზე და ფოლკლორის განყოფილებაზე ისევ ყველა იმის ჩამოთვლა მომიხდა. იმიტომ რომ ალბათ აღნიშნავ ნამდვილად, რომ ყველა სფეროში მიღწევები გქონდა ჩვენ უკვე და საპრიზო ადგილებიც და დიპლომანტებიც და ესეთი წარმატებული სიგელი მადლობის ესენი გვაქვს მიღებული ამ ღონისძიებებიდან. გამოვყოფ საფორტეპიანო განყოფილებას. და შემიძლია ვთქვა, რომ კლასიკური მუსიკის წინსვლა განვითარება ამ საფორტეპიანო ჟანრში, ხომ, წელს საკმაოდ კარგად იჩინა თავი ამ განყოფილებამ. იმიტომ რომ არის მთელი რიგი მიღწევები ამ სფეროში,
იმიტომ რომ საფორტეპიანო განყოფილებიდან ფესტივალ კონკურსზე მომავლის ვარსკვლავები მიიღეს მონაწილეობა ჩვენი გაერთიანების 7 მოსწავლემ, საიდანაც თითქმის საპრიზო ადგილი თუ ეს დიპლომანტები, ლაურეატები გახდნენ ჩვენი მოსწავლეები. ეს შეეხო იმას გურჯაანის სამუსიკო სკოლა, ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლა და ველისციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. და ეს უკვე დიდი მიღწევა არის. ასევე აღნიშნავ საგუნდო მუსიკის მეორე ეროვნულ კონკურსს, რომელზედაც მონაწილეობა მიიღო გურჯაანის სამუსიკო სკოლის გუნდმა, მონაწილეობა მიიღო ვაჩნაძიანის აკადემიურმა გუნდმა და ფოლკლორულმა და ასევე კაჭრეთის აკადემიურმა და ფოლკლორულმა ჯგუფებმა. ბევრ თინეიჯერს აინტერესებს ზოგადად გიტარა და მაინტერესებს თუ შეისწავლება თქვენ სკოლაში გიტარა. იცით რა არის მცდელობა უკვე რამდენი ხანია არის რომ ჩვენ გიტარის კლასი ანუ საორკესტრო კლასი როგორმე ჩამოვაყალიბოთ და გავხსნათ, მაგრამ რატომღაც ძიებაში ვართ ჯერ კიდევ რომ სპეციალისტი გვინდა მოვიზიდოთ ვინმე რაიონში რა თქმა უნდა ჩვენთან რომ შემოვიდეს და რა თქმა უნდა იმუშაოს ამ განხრით რომ ეს კიდევ ერთი ის იქნება სფერო იქნება რომელიც უფრო გაალამაზებს უფრო დიახ ეს უბრალოდ თინეიჯერების ძალიან კარგად მესმის მაგრამ ჩვენ გვინდა როგორც სპეციალიზირებული სკოლებია ხომ გვინდა კლასიკური განათლებიდან დავიწყოთ ამ გიტარის კლასის და აქედან გამომდინარე ფიქრობთ და ძიებაში ვართ და მე მგონი რომ ეს დადებითად გადაწყდება ეს საკითხი. და ბოლოს რა იქნება თქვენი უახლოესი გეგმები? უახლოესი გეგმები როგორ აპირებთ რომ ახალი სასწავლო წელი დავიწყოთ? დიახ, იცით რა არის? ახლა მე მაინც ცოტა ერთი ნაბიჯით უკან დავიხებ და იმას აღვნიშნავ რომ ამ წელს ჩვენ სხვადასხვა ნომინაციებში გაერთიანება გამოვამჟღავნეთ მოსწავლეები, sagundო კოლექტივები, ჯგუფები, ასევე სკოლები და სხვადასხვა ნომინაციები გვქონდა, რომელზედაც დიპლომები გაიცემა, ანუ შეიძლება სიგელიც ეს იქნება შემოდგომაზე, როდესაც კურსდამთავრებულთა მოწმობების გადაცემა იქნება. და ასევე ახლა რაც შეეხება სამომავლოდ ჩვენ გავაგრძელებთ რა თქმა უნდა გადავიდა მთელი რიგი ღონისძიებები მომავალი სასწავლო წლისათვის იმიტომ რომ იმდენი ღონისძიებები ჩატარდა რომ ვეღარ იტევდა უკვე ეს დრო ბავშვებსაც შეზღუდული აქვთ რა თქმა უნდა და მომავალში ერთ-ერთ გამოვყოფდი რომ აქამდე ჩვენ გასვლითი კონცერტები გქონდა ხოლმე სხვადასხვა სკოლებში უკვე დამეგობრებული სკოლები ყავს ახმეტის თელავის ყვარელი დაიმეგობრა უკვე გურჯაანის სამუსიკო სკოლამ ეხლა უკვე წამოვიდა სიახლე და წინადადება შემოვიდა გაერთიანებაში რომ ჩვენ უკვე სხვა რეგიონის სხვადასხვა გაერთიანებები მაგალითად ყვარლის სამუსიკო სკოლის გაერთიანება ლაგოდეხის სამუსიკო სკოლის გაერთიანება ჩვენთან ერთად ერთობლივ ღონისძიებას დავგეგმავთ და ეს მე მგონი უფრო საინტერესო იქნება და ამის შესახებ ალბათ მომავალშიც გვექნება უკვე საუბარი. მე წარმატებებს გისურვებთ და აქვე დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი. გაიხარეთ, დიდი მადლობა მოწვევისათვის და მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს პატარების მშობლებს რომ შემოიყვანონ მუსიკა ნამდვილად სასარგებლო არის ჩვენი პატარებისათვის. მე დაგემშვიდობებით და ახლა დავუბრუნდები ჩემს წამყვანის ამპლუას. დაგიბრუნდით მეგობრებო, ეს არის გადაცემა მიკროფონი ჩართულია. ახლა კი მოდი ნინოსთან გადავინაცვლოთ და გავიგოთ თუ რა არის დიალოგის თემა. საღამომშვიდობის, ეს არის დიალოგი. მე ნინო ვარ. ჩემთან ერთად არიან ჩვენი წამყვანები ვიკა და ცოტნე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ
ჩვენი გადაცემის მე-6 მცნებაზე, სადაც ნათქვამია, რომ იყავი ლიდერი ყველგან და ყოველთვის. მეგობრებო, რა იგულისხმება ამაში თქვენი აზრით? ცოტნე შენი აზრით, როგორი უნდა იყოს ლიდერი და რა თვისებები უნდა ახასიათებდეს მას? ჩემი აზრით ლიდერი უნდა იყოს ყველასგან გამორჩეული, უნდა ჰქონდეს განსხვავებული თვისებები. პირველ რიგში არ უნდა იყოს ზარმაცი და უნდა ჰქონდეს იმის სურვილი, რომ ის ყველგან და ყოველთვის ლიდერი იყოს. რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს პირველ რიგში ზარმაცი, უნდა ქონდეს იმის, ასე ვთქვათ, სურვილი რომ იყოს ლიდერი და რა იგულისხმება აქ, რომ ის უნდა იყოს პირველი, მან უნდა წაიყვანოს ნებისმიერი სიტუაცია და მან უნდა მართოს ბევრი რამ. ჩემი აზრით ლიდერი უნდა იყოს ძლიერი, შრომის მოყვარე. არაფერი არ უნდა ეზარებოდეს, არ უნდა ჰქონდეს კომპლექსები და თუ უნდა რომ ლიდერი იყოს და ყველა მას მიბაძოს, ამისთვის ბევრი უნდა იბრძოლოს და იშრომოს, რომ მიაღწიოს თავის დასახულ მიზანს. ნინო, ასევე ლიდერი პასუხისმგებლიანიც უნდა იყოს. ცოტნე, შენ თუ ხარ ლიდერი და ამისთვის რა გჭირდება? მე ვფიქრობ, რომ არ ვარ ლიდერი. იმიტომ არ ვთვლი, რომ მე ლიდერი ვარ და შემიძლია ყველგან ყველაფერი წავიყვანო, როგორც მინდა სხვები მე უნდა გავამყრენ თუნდაც რომ ისინიც ლიდერები იყვნენ. არა, არ ვთვლი მე მასე. ასე მე მჭირდება იმისთვის, რომ ლიდერი გავხდე, რამე ლიდერის თვისებები. მე ცოტნეს ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ როდესაც შენ ხარ გადაცემის წამყვანი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გაქვს მონაცემები, რომ იყო ლიდერი, რადგან შენ მიყავს გადაცემა და თუ შენ მიყავს გადაცემა, ესე იგი შენ შეგიძლია რომ იყო ლიდერი. მაგაში არაა საქმე, ვიკარ რომ გადაცემა მიყავს. გადაცემის წაყვანა სხვა საქმეა და ის მთლიან ლიდერად ყოფნა სხვა არის. რა თქმა უნდა, მაგრამ აქედან უნდა წეჩვევი და შეგიძლია რომ ნებისმიერ საქმეშიც უკვე გახდე ლიდერი. ამისთვის კი რა თქმა უნდა აუცილებელია რომ ჩვენ თავს თვითონ ვუთხრათ, ასე თქოს, თავაგონოთ რომ უბრალოდ ვიყოთ ძლიერები ფსიქოლოგიურად, დავაჯეროთ საკუთარ თავს, რომ შეგვიძლია რომ ჩვენი სიტყვა იყოს პირველი და ჩვენ წავიყვანოთ სიტუაცია. მე ვთვლი, რომ ზოგიერთ რამეში ვარ ლიდერი და ამისთვის მჭირდება ბევრი შრომა, ბრძოლა, სიძლიერე და ასევე მჭირდება საკუთარი თავის რწმენა. ცოტნე გინდა რომ იყო ლიდერი და გაქვს ამის ამბიცია? კი, მინდა რომ ვიყო ლიდერი. მაქვს ამის ამბიციაც და ვცდილობ რომ მივყვე ლიდერებს. მე რა თქმა უნდა მაქვს ამბიცია, რადგან იყო ლიდერი ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ბევრ რამეში გამოგადგება, იმიტომ რომ შენ სიტყვა რაღაც ფასი ექნება, იმიტომ რომ როდესაც ეჩვევი რომ შენ წაიყვანო ნებისმიერ სიტუაცია, შენი ხმაო და შენი სიტყვა და შენი აზრი არის პირველ ადგილას, ხო? უკვე ეს ბევრ რამეშიც გადგება და ცხოვრებაში უკვე ბევრ დაბრკოლებებს გადალახავ. კი, როგორ არა, მინდა რომ იყო ლიდერი, რატომაც არა. ლიდერობა ხომ ყველას უნდა და ასევე ამის ამბიციაც მაქვს. მე ყველანაირად ვცდილობ, რომ ვიყო ყოველთვის პირველი და არა ბოლო. ცოტნე, ყველა ბავშვს უნდა რომ იყოს ლიდერი და არ ყოფნის ამის შესაძლებლობები. რატომ? კი, რა თქმა უნდა, ვისაც უნდა რომ ლიდერი იყოს, მაგრამ არის ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც არ ყოფნის ამისთვის გამბედაობა, რომ მოიკრიბოს ძალა და აჩვენოს თავისი უნარჩვევები. ასევე არ შეუძლია თავისი აზრის საჯაროდ გამოტანა. ეს კი მას აკომპლექსებს და ამიტომ ვერ ხდება იგი ლიდერი. რა თქმა უნდა, ცოტნე ადამიანები არიან განსხვავებულები, ზოგს აქვს იმის ნებისყოფა, რომ თავისუფლად წარმოთქვას თავისი აზრი და ის პირველ ადგილას დააყენოს, ზოგს კი აქვს იმის კომპლექსი, რომ ალბათ არ შეუძლია თავისი რაღაცა დაამტკიცოს და თავის სასარგებლოდ წაიყვანოს სიტუაცია. კი, ყველა ბავშვს უნდა რომ იყოს ლიდერი, მაგრამ არ არიან იმის გამო, რომ საკუთარი თავისადმი რწმენა აყლი აქვთ. მათ აქვთ შიში იმისა, რომ პირველები რო გავლენ, ჰგონიათ რომ რა საქმესაც გააკეთებენ, ის საქმე არ გამოუვათ. ცოტნე, შეიძლება შეიძინო ლიდერის უნარჩვევები. ისწავლება თუ არა და რაზეა ეს დამოკიდებული? შეიძლება შეიძინო კი ლიდერის უნარჩვევები, თუ მიყვები თვითონ ლიდერებს. ვინც ლიდერები არიან, უნდა მიჰყვე მათ კარგ საქმეში და არა ცუდ საქმეში, რომ შეიძინო მათი კარგი უნარჩვევები.
ყველაფრის სწავლა შეიძლება ადამიანს არ ქონდეს იმის ასე ვთქვათ ნიჭირო და იმის ასე ვთქვათ ძალა რომ იყოს ლიდერი, თუმცა შეიძლება რომ რაღაცა ისწავლოს, გეთანხმებით ცოტნე, თუნდაც ლიდერებისგან, სხვა ლიდერებისგანაც მაგალითი აიღოს, თვითონ ისწავლოს და გახდეს უბრალოდ ლიდერი. ჩემი აზრით როგორ უნდა შევძინოთ ლიდერის უნარჩვევები და კი როგორ არა ისწავლება ასევე ბევრგან ოჯახშიც, სკოლაში და ასევე ხალხთან ურთიერთობისგანაც შეიძლება შეიძინო ლიდერის ის თვისებები, რაც არ გაქვს. ნინო, სკოლაში მაგ საკითხზე უნდა წამოჭრა მაშინ თემა, რომ შეიძინოს ლიდერის უნარჩვევები, თორე ისე არავინ არ აგიხსნის. ცოტნე რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მართლაც ლიდერები ვიყოთ ყველგან და ყოველთვის? პირველ რიგში უნდა ვიშრომოთ ძალიან ბევრი, უნდა გქონდეს ამის სურვილი, რომ ლიდერები ვიყოთ, არ უნდა დავნებდეთ, უნდა ვიბრძოლოთ თავდაუზოგავად და შესაბამისად შედეგსაც ვნახავთ. რა თქმა უნდა ასე ვთქვათ, ვიშრომოთ საკუთარ თავზე, არ უნდა ვიყოთ ზარმაცები, რომ მივაწევთ საკუთარ მიზანს. და რაც ყველაზე მთავარია, კომპლექსები არ უნდა გქონდეს. ჩემი აზრით რა უნდა გავაკეთოთ და ბევრი უნდა ვიშრომოთ, ვიბრძოლოთ და ასევე შრომაც დაგვიფასდება. და კიდევ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი გადაცემის მე-6 მცნება, სადაც ნათქვამია, რომ იყავი ლიდერი ყველგან და ყოველთვის. ეს იყო დიალოგი. დღეს ჩვენ საუბრობდით ჩვენი გადაცემის მე-6 მცნებაზე. ჩვენ ორი კვირით გემშვიდობებით. გვადლობთ რომ ჩვენთან ერთად ხართ. ნახვამდის. ნახვამდის. ეს იყო გადაცემის ბოლო გვერდი. გმადლობთ იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის ყურება შეგიძლიათ ყოველ მეორე ხუთშაბათს 21 საათ 15 ასევე ინტერნეტში მისამართზე, რომელსაც ეკრანზე ხედავთ. ჩვენ ორი კვირის შემდეგ დაგიბრუნდებით. ნახვამდის. ნახვამდის მეგობრებო.